გიორგი მარგოლაშვილი 4 წლის წინ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ფოტორეპორტიორებს შეხვდა. შეხვედრა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში რამდენიმე წუთის წინ დასრულდა და თამარ ბუბაშვილს ხვდავთ ახლა პირდაპირ ეთერში. თამუნა, თუ არის ცნობილი, რა საკითხებზე ისაუბრეს ფოტორეპორტიორებმა პრეზიდენტთან? შეხვედრა დასრულდა და შესაბამისად შეხვედრის დასრულების შემდეგ გაკეთდა კომენტარები. ფოტორეპორტიორებმა პრეზიდენტს ინფორმაცია მიაწოდეს მათ საქმესთან დაკავშირებით, როგორც ისინი აცხადებენ. ამ დრომდე მათ საქმეს ადევს გრიფის საიდუმლო და სწორედ მათი სურვილია, რომ საქმეს აღნიშნული გრიფი მოეხსნას. როგორც ფოტორეპორტიორები აცხადებენ, მათ დღემდე არ იციან საკუთარი ჩვენებების გარდა თუ რა დევს საქმეში, რაც შეეხება პრეზიდენტის ადმინისტრაციას. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ გრიფის მოხსნის კუთხით ისინი კონკრეტულ ნაბიჯებს ვერ გადადგამენ. ყველა უნდა გაემორჩილოს სასამართლო გადაწყვეტილებას. მოგწონს ეს თუ არ მოგწონს. არსებობს გასაჩივრების ინსტანციები. მე მიუხედავად იმისა, რომ თავისთავად ცხადე არ მომწონს ის გადაწყვეტილება, რომელიც წინა ხელისუფლების პერიოდში მიიღო სასამართლო. იმ სასამართლო გადაწყვეტილებას დავექვემდებარე, ვიყავი პატიმარი, 4 წელი მქონდა მისჯილი და დღეს ვცდილობ, რომ რეაბილიტაცია მოვახდინო და იგივე სასამართლოს მივაღებინო ეს გადაწყვეტილება, რომელიც მიმაჩნია სამართლიანად. გაიწელა ეს ძიება, ასე ვთქვათ, ერთ-ერთი მოტივი ის არის, რომ საქმეს ადევს გრიფით საიდუმლო, როგორც უწოდებენ ჯაშუს ფოტოგრაფთა საქმით და შეგვიდა თავისი კომპეტენციის ფარგლებში ამ საქმით დაინტერესებას და ამ მიმართულებით დახმარებას, ასე ვთქვათ, შეგვიდა. ფოტორეპორტიორებთან შეხვედრამდე გიორგი მარგოლაშვილი შეხვდა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს. 26 ორგანიზაციის წარმომადგენელი იმყოფებოდა დღეს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში და ისინი აკრიტიკებენ პრეზიდენტის განცხადებებს და აცხადებენ, რომ პრეზიდენტის განცხადება სასამართლოსთან დაკავშირებით მათ აღიქვეს როგორც ზეწოლა სასამართლოზე და სწორედ დღეს მოსთხოვეს, რომ პრეზიდენტს მოეხდინა თავისი განცხადებების განმარტება. კრიტიკა ჩვენ მხრიდან ეხებოდა პრეზიდენტის იმ გამონათქვამს, როდესაც მან თავისი შეხედულებით პირდაპირ მიუთითა მართლმსაჯულებას კონკრეტულ მოსამართლეს, რომ მას არ უნდა მიეღო ნაჩქარევი და ხისტი გადაწყვეტილება. პრეზიდენტმა განმარტა თავისი განცხადების კონტექსტი და ჩვენ ვთხოვეთ, რომ იქნებ მისი შეხედულებები, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებთან საუბრის დროს გამოითქვა, განმარტების სახით საზოგადოებისთვის კიდევ ერთხელ ცნობილი ყოფილიყო. პრეზიდენტის მთავარი მიზანი ამ განცხადების გაკეთების იყო ის, რომ დამშვიდობულიყო ის გარემო, მისი მოწოდება იყო ის, რომ 7 გარემოში მიეღო მოსამართლეს გადაწყვეტილება ორგვარი აჩქარების გარეშე და მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც ჩვენ 2 დღით ადრე ამ განცხადებამდე მოვისმინეთ იუსტიციის მინისტრის განცხადება, სადაც ის ამბობდა, რომ მოსამართლემ ამ საქმეზე რაც შეიძლება სწრაფი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ორივე შეხვედრა დღეს უკვე დასრულდა. გააგრძელებს თუ არა გიორგი მარგოლაშვილი კონსულტაციებს და კონკრეტულად ვის შეხვდება პრეზიდენტი, ჯერჯერობით უცნობია. თამარ ბუბაშვილი საუბრობდა პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან.